Ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამი და მივესალმებით ჩვენი განაცემის სტუმარი არაჩვეულებრივი მომღერალი ბატონი გიორგი უშიკიშვილი. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედრით. რაღაც წინაზე უფრო ისეთი პომპეზური წარდგენები გქონდა ხოლმე, მაგრამ გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. რასიმღერით შემომყავდი, ბენდი დაგიკრძალეს. რომელი სიმღერა ეს მკვდავი ეს საკანონმდებლო ინიციატივის ამბავში მოყევი, ბენდის აკრძალვაში თუ რაში მოყევი. სანამ აკრძალავე, მანამდე ყველაფერი იკრძალება. შენ ესე იგი დაასწარი, ხო? დავასწარი, სანამ ბენდს ამიკრძალავდნენ. რაღაცა სხვანაირად შემოვდიოდი, ის რაღაცა სხვანაირი ჩემი საყვარელი მუსიკა იყო. რომელი? ეს დარარარარირარარა ტირარარარა ტირარარარარა ხო? და ეხლა რადგან ეგ აღარ არის და სიცარიელია, ხო? ხო. მე ვფიქრობ რომ მაგას რაღაცა ორიგინალური გადაწყვეტა უნდა მოუფიქროთ ჩვენ. რომ არ მოკვდეს ეგ სიმღერა. არ მოკვდეს, მაგის არ შეიძლება მაგის სიკვდილი. რა შეიძლება მოუფიქროთ? ნუ მაგალითად შეგვიძლია რომ ჩვენ დავსხდეთ აქ მაგალითად მოვიყვანო კიდე ერთი სამი კაცი. ხო და უფასოდ კვირაში ერთხელ იმღეროთ. რამე ტექსტი გავაკეთოთ მაქსიმუმ. აკაპელა, ხო. აკაპელა. თუ გინდა მოვიფიქროთ ტექსტი და პატრიოტული იყოს. პატრიოტული. ხო, პატრიოტული ტექსტი მოუხდება, ეს თვითონ მელოდიაც ისეთია, რომ რა შეიძლება. მელოდია ძალიან პატრიოტულია. ძალიან პატრიოტულია. ხო, და აი როგორი ტექსტიც არის, როგორი მელოდიაც არის, ესეთივე ტექსტი უნდა მოვიფიქრო მაგას. ხო, მაგალითად რაღაცა ეგეთი. საქართველო გაბწყინდება ჰარი-ჰარალად. აი რა იცი, ნახე. ჰარი-ჰარალად რატო იცი? ხუაბობერო აი ქართველები მარტო პულბარილი ჭამასმა რაღაცა ხო ხდები აი. ამიტომ საქართველო გაბწყინდება ჰარი-ჰარალად. მე რა არის? სიყვარული, სიყვარულის სიხარული. მარად და მარად. გაუ მაგარია. საქართველო გაბწყინდება ჰარი-ჰარალად. სიყვარული, სიხარული, მარად და მარად. მაგარია ბოლოში ხო დააჩქარება დანა. მარად და მარად. კაია. აი წინასო და გზელი უნდა იყოს. მარად და მარად. მე მინდა მოგილოცო გიორგი ერთი ამბავი რომ შეგეძინა მეორე შვილი, ხო? ესე იგი მათე და მინდა რომ აი რა ვიცი. ყველაფერი საუკეთესო უსულო. ძალიან დიდი მადლობა. მეორე ბიჭის მამა ვარ, მოკეთ პასუხისმგებლობა მეტია. ხო, პასუხისმგებლობა მეტი გაქვს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მეტია და ეხლა რა ვიცი, სამხმაში რომ იმღერონ, რა ვიცი, ერთი მესამეც დავამატო, ცუდი არის, თუდი კი არ იქნება. ვის გავს ბავშვი? სამხმაში. ბებია-ჩემს ონას. როგორ? არა, ხო და ესეც ასეთ სიტუაციაში ვარ, ესე იგი, მათეს ფოტო რომელიც მაქვს ტელეფონში და ვიღაცას ვანახებ ხოლმე, იქვე რომ გადავკრავ ხეს, მაგ ბებია-ჩემის ონას ფოტო. და რატო? იმიტომ რომ ბავშვი არის ქერა და რაღაც ღია თვალებით რა. აბსოლუტურად არ ამგავს მე. ხო და ვიმართლო თავი ახლა რომ იცი რა არის, ახლა მართლაც წერული ხა ხუმრო, მაგრამ მართლაც წერული და ვარ დაკავებული მაგით რა. მეუბნები და ყველა რაღაცა ცოტა ისე შეიშმუშრება ხოლმე, ხო იცი, ქერაცის ფერთვალებას უნდა ინახავს და რაღაც მიყურებს, რაღაც ესე იცინიან, მაგრამ იქვე მზად მაქვს, რომ იცი და უშიკიშვილები, ზოგადად ვართ საერთოდ ქერები, მაღლები, ცისფერთვალებები, რაღაცა კეთილი, მაგალითად ბებია-ჩემის სონა იყო ასეთი, ბიძა-ჩემები ასეთები არიან, მამა-ჩემიც ესეთია რაღაცა და ძირითადად დაკავებული ვარ მოკლედ გამართლებით და ხოთა შორის პირველი შვილი რო შებეძინა საბა. ხო. სამშობიაროში მე და დედა ვიყავით და ესე იგი ჩვენთან ერთად აზერბაიჯანელი წყვილი იყო, მოკლედ რომელიც ასევე ელოდებოდა ბავშვს შვილს და მოკლედ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავდა რა და მე ჩვენ იმ ოთახში პატარა ოთახი იყო სადაც ფანჯარა არის ხო იცი ესეთი ბავშვები რო გამოყვათ რო გაჩვენებენ რა და მე და დედა ვართ რა ისე და მე ველოდებით ძალიან ისე რა და აი ზუსტად ერთდროულად იმშობიარა ჩემო მეუღლემ და ამ აზერბაიჯანელებმა რა მოკლედ და ნუ ეხა ისინი ძალიან მხიარულობენ ესეთი რაღაც აქეთ იქით მოკლედ და მოგეთ ბებია ქალს ეხა ხოხმა ხო არის მის იქიდან და ესეთ და მოყავს ორი ბავშვი რა და ეს და ფანჯარას და ესე მოაყენე ესე ამივით რა რაღაც სპეციალური გოლგოლებიანი რაღაც ის რო არის მოაყენე ესე და ორი ბავშვია რა ერთი არის ქერა თეთრი ქათქათა ულამაზესი მეორე არის შავი
ესე იგი, აი სახედეს უბეწვები აქვს. არა ჩანს ფაქტობრივად ბავშვი რა. ხო და რაღაც დაბერებულია, ნაოჭებიანი, რაღაც და ესეთი ბავშვია. ხო და მერე კი მითხეს რატომა. ხო და მივედი ეხა და აი ჩვეულებრივ მე დედაჩემ რაღაცა ესე წაგვიღო რა. წაგვიღო ამ თეთრი ბავშვისკენ. ხო და მოსაფერებლად აი დედაჩემ ბებოგენაცოლოს აი უკვე მიამსგავს დედას როგორ გავხარ რაღაცა მოხდები აი უკვე მიამსგავს მოგამსგავს რა წვირი აქ შენი რაღაცებს მეუბნება რა უკვე ჩვენთან დააკავშირა ნახე შენი ნიკაპი აქ დედა და რაღაცებს მეუბნება და უსვეთი ქალია ის ბებია ქალი რა რომელიც ხმა არის ის და არაო ეგო თქვენი მეორე თქვენ და დედას გეფიცები აი იქიდან დედაჩემი წამოვიდეთ მანქანით ერთად და აი მთელი გზა ვიყავი შოქში რა მართლა გულწრფელად დედაჩემი ოღონდ მამხანებს არა უშავს შვილო ძალიან ლამაზი იყო სხვათა შორის აბა შენ კარგად ვერ დააკვირდი ჩვენ იმას ვაკვირდებოდით და იმას ვერ მიაქციე შენ ყურადღება და მე ხო უკრება ბავშვი ხო გაუკრება ეგ თმაც გაუკრება აი ნახე შენ ნახე რა ბიჭი დადგება და ხო და ახლა მეორე აგერი მაშინ ველოდებოდი პირდაპირ კერანაცის პერტვალება მეორე პირდაპირ დაება და კერანაცის პერტვალება კაი იყო კაი უშიკ ესე იგი შენ საქართველოს უნივერსიტეტში გინდა რომ გახსნა სკოლა ხო? არა, საბაკალავრო პროგრამა, მინდა კი, ძალიან მინდა. ხო, ამისთვის გჭირდება შენ ახლა რეალურად აკრედიტაცია. ხო, ბადროგორა ძალიან მინდა. ძალიან, იმიტომ რომ ჯერ კიდე ასე მე როგორც გავიგე, ფოლკლორი გესმის. ხალხური სიმღერა? ხალხური სიმღერა, ხო. ხათაშორის ეხა დავიწყე ის კურსებზე დავდივარ ამაღლების. ამაღლების, ხო, იმიტომ რომ გაღრმავების ძალიან საინტერესო ფაქტი იყო, რომ შენ არ მოგცეს აკრედიტაცია, რაღაცა უარი გითხრეს. მიზეზებიც მოიგო, ანუ გიორგი უშიკიშვილს, ანუ პრინციპში რა, როცა პატა ბურჭულაძე ოპერაში არ შეუშვეს, უშიკიშვილსაც შეიძლება რომ მოუდო შარი. არა, ოპერაში არ შეუშვეს, კი არა, მეგონი მათ პირიქით ოპერასთან უნდა სიმღერა და არ არა, ბაშეშებაზე კი არ იყო საუბარი. ოპერის წინ უნდა სიმღერა და არ ამღერეს. ხო და შესაბამისად შენც ესე იგი თვითონ კომისიის თავმჯდომარე იყო, ვინც უარი გითხრა, ძალიან საინტერესო პროფესიის ადამიანი, აგრონომი. ხო, თელაველი კაცია, კი. ხო, აგრონომმა გითხრა უარი, რა მიზეზები მოგიგებ, აი, მიზეზები. სხვათაშორის იცი რა, აი რომ ეხა მიზეზები ექსპერტების ჯგუფია, რომელიც სხვათაშორის არ ქონა წუი დასკვრა, მაგრამ მე ბოლოს ამ კომისიაზე შემოიყვანეს ერთი ქალბატონი, რომელიც იმას მიმტკიცებდა, რისი წინააღმდეგ იცვარ მთელი ცხოვრება რა. ხო, რისი? ანუ რაც არ უნდა გავაკეთო ამ სფეროში. ხო. რაც არ შეიძლება რომ გავაკეთო. მიმტკიცებდა რომ აი ეგ უნდა გააკეთო. აი ხალხური სიმღერის დირიჟორობა მაგალითად ხო აი არაფერთ არ შეიძლება რა ანუ იმიტომ რომ სხვა პრინციპია და აგებული არის სხვა რაღაცაზე რა მაგალითად და მთელი ცხოვრება ამას ლაპარაკობ ხალხო ნუ დირიჟორობთ ამ იმას რა ქვია ხალხურ სიმღერას რა არ შეიძლება და ამაზე მაქვს სულ მთელი ამბები რა მოკლედ და ეს ქალი შემოვიდა მათ იცოდა სავარაუდოდ რომ ეს მე არ მიყვარს ხო და ძალიან მეუნებოდა რომ აი მაინდა-მაინც უნდა იდირიჟორო ხალხური გუნდიო და ხალხური ანსამბლი უნდა უდირიჟორობო და უდირიჟორობა უნდა ასწავლო და ამავდროულად და მოკლედ საბოლოო ჯამში იქ დასკვნა გამოვიდა ასეთი რომ ნუ ჩვენი კომპეტენცია ხო მაგალითად კიდე ეგეთი რაღაცა იყო რომ აი შენ რო ასწავლე მე მეწერა იქ მაგალითად სიმღერას რო ასწავლე ადამიანს ჩემთან ერთად თქვა ძალიან მაღალი პროფესიონალები მახაზერ ქვანიძე ოთარ კაპანაძე და მთელი ეს გუნდი საქართველოს უნივერსიტეტის ხარისხის მიმართულების რომელსაც მადლობა მინდა გადაუხადო ყველას და ჩვენ გეწერა რომ აი ბავშვი რომელიც სტუდენტი რომელიც ჩვენთან ისწავლის სიმღერას მას ექნება საშუალება რომ მე სხვასაც ასწავლოს ეს სიმღერა და აქ გაგუჭედეს. ანუ არ შეიძლება რომ ასწავლოს. ნუ შეიძლება მან ვერ შეიძლება ჩვენ იმდენად კარგად ვერ ვასწავლოთ მას სიმღერა, რომ მან ვერ მოახერხოს ხვისთვის სიმღერის სწავლება. მაგის გამო ანუ ეს ჰიპოთეტურია ეს რა ყველაფერი რა. იქნება და ასწავლო. იქნება და ვასწავლი ხო? იქნება და ისიც ასწავლიც. ხო. მაგრამ არა. მას შენ ისე ვერ ასწავლი, შესაძლოა ისე ვერ ასწავლო, რომ მან მერე მას შესაძლოა კიდევ ვერ ასწავლოს ვიღაცას. და უცნაურია. პრინციპში ახლა ხო ეგ პერიოდი გვიდგას ყველაფრის აკრძალვების. ახლა სიმღერაში ხო შეიძლება რაღაც დეტალებიც იპოვონ აკრძალვის. შეიძლება წინ წყარო თქვა ჩაკრულო იმღერო მაგალითად და გამოიწიოს თქვა მაგალითად ეჭვი იმან რომ თქვა ხიდის თავ შევკრათ პირობა ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმა აი ვისთან გინდა რომ ეს ღვიძლი ძმობა დააბარო ვის გულისხმობ ან ვის უნდა ჩაუხდე შენ ესე იგი აპირებ რომ თავს დავანგრიოთ ბანია ხო ანუ სახელმწიფო გადატრიალების ამბავზე მიდიხარ შენ ხო რა და ის ვისაც შენ ღვიძლ ძმას უწოდებ
აი ესენი ვინ არიან ეს? რადიკალები. სამშობლო რადიკალები. სამშობლო რადიკალები. ხო და მაგასაც შეიძლება ამოჭრა და დადო ხო ეს ხო ამოჭრების მაგარი ამბავი იყო ხო ცდილობ ხშირად რომ რაღაცა აი გაგიფუჭონ საქმე რა აი რაღაცა აი ალანძღინონ ხალხს შენი თავი ხო ერთ-ერთი რაღაცა მარშის თუ რაღაცის დროს არ მახსოვს რა მაგრამ რაღაცას მოვაყოლე ამბავი რომ აი ხო არის მეთქი ესეთი გამოთქმა თქო რა ხო ეგეთი გამოთქმა ხო არის მეთქი რა რომ მაგალითად მე თუ არ ვიქნები ქვაქვაზე ნუ დარჩენილა რა ხო ლუი მე-14-ს აქვს ხო არის ეგეთი გამოთქმა თქო ამბობდა ბიჭო ამათმა ადგეს და მოაჭრეს აი ეს წინა რა რომ ამბობ რომ ხო არის ეგეთი გამოთქმა თქო რა ეგ გამოთქმა მოჭრეს ეგ მოჭრეს და არა დატოვეს მარტო ეს მე თუ არ ვიქნები ქვაქვაზე ნუ დარჩენილა შენი ხო და დადეს ეს მონაკვეთი დადეს და ნუ აი ვერ ეყოფდები რა მოყვებოდა მაგას აი მე რა უბედურება ისე თავის მართლებასაც აზრი არა აქვს რა რა უნდა იმართლო თავი აი ის მოაჭრეს და ის მოაჭრეს აზრი აღარა აქვს მე მაგას რა ანუ შემოაგდებენ რაღაცას ალანძღინებენ ხალხს შენ თავს ეგეთივე მოუჭრეს მე მგონი ქალბატონ თავლიკო ჭოხონელიძეს რაღაცა ეგეთი იმიგრანტებზე და ხო და მთელი იმიგრანტები რა უბოთლენ ხო არა ეს კონტექსტიდან ამოიღებენ რაღაცას და ანუ და თქვენს რომ გიორგი უშიკიშვილმა თქვა რომ მე თუ არ ვიქნები ცოცხალიო ლაძღავენ რო არიცი რა ეხლა რა ჩემაშვილი მარა დაგიშავეს და რაღაცები ხალხის კომენტარები ხო რაღაც ასწავლი რო იცია თან იცი რა არის რადგან შენ ეხლა აქციებს დადიოდი ხო ბუდივად ალბათ გნობდი შენ საფრთხეს ხო გარშემომყოფებისგან რა ვიცი ისეთი პერიოდი არა ხო ეს ძალიან ძიმე პერიოდი იყო მართლა იმიტომ რომ აი ხო იცი ეს რაღაცა გადაცემული ხალხი რო დადიოდა ვიღაცებს რო ხვდებოდნენ რა და მართლა ძალიან ძიმე პერიოდი იყო ეგ რა იმიტომ რომ აი რაღაცას გინდა თუ არ გინდა მაინც ფიქრობ რა რაღაც დონეზე უშვებ რომ შეიძლება შენც იგივე დაგემართოს რა იმიტომ რომ ხა ნუ ბევრს დაემართა და ხა რატო ხარ გამონაკლისი რა აი ზუსტად ეგ პერიოდია და კაფეში ვხედავთ მე და ჩემი მეგობრები და მანქანაში დამშა რაღაც რომელიც მინდა რომ წამოვიღო რა და ღამეა ხო და მე თვითონ გავალ მანქანაში ხო და მოვალე ხო გავედი მანქანაში და რომ გავედი ამ კაფედან ვიღაცა კაცი მიახლოვდება. ოღონ ჩაცმული არის სამხედრო ფორმაში, შავი სამხედრო ისაცია რაღაცა ეს ფორმა რა. ეს აქ აფარებული აქვს ისა რა ქვია, პირბადე რაღაც შავი და ეს აქვს რა, ქუდი აქვს რა, ეს კეპიანი, კეპი. თავს მალავს სახეს რა. ხო, და ის გვერდზე გადაკიდებული რაღაც ის რო აღთქმე, ხო იცი რაღაც შავი. ვარსეთკა თუ რა. ვარსე რაღაცა რა უდეთ შიგნით არ ვიცი ხო. აი ეგ და მოდის რა და ბიჭო მოემზადე რომ მაგრად უნდა მცემოს ახლა ამას რა. ხო და ხო ხდება, აი ცი როგორ მზადვა რომ აი რაღაცა ხო ხდები აი მას ვიმაგრებ რაღაცას კაცი მაგრებ რა ეხლა ამარო დამარტყას არა დამესყა არ წავიქცე ანის ყელი არ დავარტყა რაღაცა ხო ხდები ძალიან ისევა რა და მოემზადე ეს ტიპი მოდის ჩემთან და უკაცრავად 20 თეთრი ხო არა შენ გაიხარე თორიანი მაგ შეგენაცვალე ოხზე მაგერ თუ იცოდე რო იცოდე დამიდა ხო სადმე დაგჭირდეს კიდე რამე ხო და ასე შეგვაშინოს რა რო კაცი რო მოდის ფულის ათხოვნა და გონია რომ უნდა გცემოს რა ხო რადგან ესეთი ხო მაგ თემას შევეხებ მე მახსოვს შენი ძალიან ისეთი საინტერესო ვიდეო როცა შომპენი იყო ჩამოსული საქართველოში აუ მაგარი ხო და ნუ ერთ სუფრაზე მოხვდით ხო და ხო მოხვდით ერთ სუფრასთან და ეხლა იცი რა რომ ამ ვიდეო ხო იცის ხოლმე ხალხმა რა რომ რაღაც თავის დასკვნები გამოაქვს რა არ ყოფილა იქ მაგალითად და რაღაცა გამოიტანა თავის დასკვნები გამოიტანა და ეს იყოს რაღაცა ისეთ ადგილს რომ ძალიან გრძელი სუფრა იყო რა ჩვენ ცოტა მოშორებით ვისხედით რა რომ იქ რაღაც ფესტივალზე იყო ჩამოსული და ძირთად იქ შუანაცილში ის და ის ხალხი ვინც აი მოწვეული სტუმრები და რაღაც ესეთი ხალხი და ბოლოს ხო ეს ორგანიზატორმა ჩვენ რეალურად იქ მივიყვანეს იმიტომ რომ ჩვენ გვევღერა ანუ იმიტომ რომ ეხა ჩვეულებრივი ამბავია ძალიან ბევრი სუფრასთან ყოფილა როცა სტუმარი ჩამოდის და ქართული სიმღერა უნდა მოვასმენინოთ ხო ამიტომ იმამ გთხოვა რა ქვია ორგანიზატორმა რომ იქნება ცოტა აქეთ გადმოხვიდეთო რა სადაც რომ გაიგოსო სიმღერაო თან გახმოვარება არ იყო თუნდაც ისმოდა გადმოვედით ამ შომპენის უკან როგორც ჩვეულებრივად მომღერლები გავართ ხოლმე ხანდახან სცენასთან ან სუფრასთან ან რაღაცა როგორც ფეხზე დგომით სიმღერა საერთოდ მე უფრო მიყვარს ვიდრე დაჯდომით და რაღაცა და ვიმღერე რაღაც ადი გამოდი გუთანო შომპენი რაღაცა ჩუბად იღებს, რაღაცა გვიყურებს, რაღაცა აქეთ იქით. ნუ რაღაცა კარგი სიტუაციაა ძალიან. ეს ვიდეო ვიღაცამ დადო რა. ეხლა წაგიკითხო კომენტარები რა. სპეციალურად დღეს წამოვიღე ეს კომენტარები რა. Facebook-ში.
რა თავზე დაადგნენ? შენიშნები ხალხი. შენიშნები, ხო, ეს შენიშნებით არის ძირთად. მე კაც საჭმელი მაინც ეჭამა და მე ემღერა. რა იცის? რატო გადაწყვიტეს რომ ამშიერი იყო, არ როდის ვიმღერეთ? მე სუფრასთან მაინც დაესვათ მომღერლები. ეს უფრო შენიშნარი ორგანიზატორებთან სავარაუდოდ რა. მე ხო, თან ვღერი გადი, გამოდი გუთანო და რა ყურში ჩაყვირიან. ხალხია სუპერი მართლა. მე აი ეს არის გენიალური კომენტარი რა, აი რომ არ უყარხარ ადამიანს რა და თან ისიც არ მოსწონს რომ შონპენი არის იქ ცნობილი ადამიანი და შენ ხარ იქ და მღერი. ხო. აი ეგ მომენტი არ მოსწონს რა. შონპენს არაფერი ეტყობოდა რომ მოეწონა სიმღერა. შეატყეს. ანუ დააკვირდნენ სახელს. და ეს ბოლო უკვე პროფესიონალური ისეთი რჩევა იყო, ასეთი კი არა უფრო შენიშვნა არის ეგა. რამე სხვა სიმღერა ემღერათ უფრო ხმამაღალი და რიტმიანი. ხო. მე სხვა უნდა გემღერა. დაგიწუნა. მაგრამ არა, მთავარი ამბავი რა არის, ურთიერთგამომრიცხავი ამბავია. ანუ ვიღაცამ ფიქრობს რომ რა ყურში ჩავყვირივართ. ხო. ვიღაცა გეუბნება რომ უფრო ხმამაღალი მაინც ემღერა. რა გინდა გააკეთო, რომელი გინდა შეასრულო. მოსაწონი არაფერი არ არის მოკლედ. რადგანაც ეს სიმღერა შევეხეთ, ანუ მე მაინტერესებს ხა რადგანაც ბავშვებსაც ამზადებ. ხო. ხო, ტრადიციული ხელოვნების სკოლა. ხო, ტრადიციული ხელოვნების სკოლა. და ხადაშორის აქვე დავარეკლამებ რომ ვისაც უნდა რომ ქართული სიმღერა ისწავლოს ბავშვმა. ჩვენ ვასწავლეთ აი ყველაზე ისეთი ჩემი აზრით გამორჩეული მეთოდით რა ქართულ სიმღერას. მანდა ესეთი სახალისო, სათამაშოა, ბავშვების განსაკუთრებით პატარებები რომლებიც მოდიან ძალიან მნიშვნელოვანია და ასე ვთქვათ გარემო გახვდეთ შესაბამისი რა რომ პირიქით შევაყვაროთ სიმღერა. მე რა კითხვა მინდა, რადგანაც ბავშვებთან გაქვს ურთიერთობა, ხო ძირითადად ხოლმე ხშირად აი მაგალითად უფრო მშობლების სურვილია ეს. ძირითადად თუ რამე ფუჭდება ისე მშობლების გამო. ხო, ანუ მშობლები უფრო მეც აშავებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ხო, ანუ რაში გამოიხატება? ყველა არა რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში. სიტყვაზე მოიყვანას ბავშვი და ორ კვირაში მაგალითად მშობელი ხვდება და მოვიდა ბატონ გიორგი გუშინ სუფრასთან იყო ჩემი შვილი, ვიღაცამ გრძელი კახური რავაჟემიერი წამოიწყო და ბავშვი ვერ აყვა. ორ კვირაში. გრძელი კახური რავაჟემიერი. ან მერე შემდეგ ჩაკრულოს თხოვეს და ბავშვმა თქვა რომ მე არ ვიცი ჯერ არ მისწავლია ჩაკრულო. ხო. და ამას ოღონდ თელი სერიოზულად გეუბნება რა. მშობელს უნდა რომ აი ვიღაცა ჩაკრულოს წამოიწყეს ბავშვმაც და დაჭექოს. აი ხიდის თავში 4 წლის ბავშვმა როგორია? არა და შენ მე ამის გამო ხო მე უკვე ყოფილოები არიან მე მიყავთ ბავშვი ხა გადაყავთ სხვა ანსამში. ხო, იქ რო ასწავლო. იქ ხო შეიძლება რომ ორ კვირაში ბავშვმა ჩაკრულო ისწავლოს. ჩაკრულო ისწავლოს. რეალურად მე მგონია ხოლმე რომ ხშირ შემთხვევაში მშობლებს უფრო უნდათ თავის გასართობად. იცი რა ხო, ეგეც არის, ეგ მომენტი არის, მაგას შირა შობლებს ვთქვათ რაღაცად. აი რომ მიდიხარ იქ რაღაცა ძალიან კარი კაფე აქვს მაგალითად. ხო. ყავა ფანტასტიკური. შობლების ვდებით, ყავა ვსვავთ, ჭორავთ რაღაც აქეთ-იქით. აი რაღაც თავისი კომფორტის იმაშიც არიან. მეორე ნაწილი არის კიდე რომ მაგალითად აი უნდათ რომ რაღაცა საღამოები რო აქვს სახში რაღაცეები, ბავშვი დაადგენ და მაგალითად ამღერონ. ხო, რომ თვითონ გაერთონ. ხო, გაერთონ რა. გაერთო. ხო. ეხლა იცი რა უნდა კითხო, ნუ რადგანაც ეხლა შენ კახელი კაცი ხარ. რამე კაი კახური ისტორია, ხო არაფერი გახსენდება. ერთი ისტორია მახსენდება, ხოდაშ ერთი კაცია რა და ხოდაშ აი კახეთში ბევრი ასეთი ისტორია ვიცი, რომელიც ეხა ეს ისტორიაც არ ვიცი მე მართალია თუ მაგათად ვიღაცით თავად მოიგონა, მაგრამ არის ეგეთი ისტორიები, რომ ადამიანები იგონებენ რა რაღაც ისტორიას რა, რაღაცა. ან შეიძლება ხალხი გაგონილი აქვს და მე რაღაცა შეცვალა, გამოცვალა, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა, მაგრამ ამას ყვებოდა ისე რომ მაგათად გადახდა თავს რა. 90-იანი წლებიაო და მოგეთ კახეთში რაღაც ერთ-ერთ სოფელში აი ესეთი სუფრა როგორი სუფრა იყო იცი რომ აი მე რო ხალხი რო იქ რჩება ხო იცი იმ სახში და რაღაც დიდი მაღლა მეორე სართულები რო აქ გაშლილი და ყველა რო ერთად წება 30 კაცი იმაში წევს ბავშვი იქ არის შეწოლილი კალი კაცებს რაღაც აი ხო იცი ეგეთ სუფრები მიმართებოდა რა კი კაცო როგორ ყველა ერთად ვიდმის ლოგინში წის იატაკზე რო წვადა ხო ის ლოგინში ვიდმე იწვა თუ ახალი თეთრეულია თუ ძველი თეთრეულია არა აზრი არა აქვს რა ოღონდ სადმე დაწვე მოკლედ რა და მოკლედ ეს კაცი ყובה რომ მაგრა დავთვერიო რა მაგრა დავთვერიო მაგრა ვიქეიფო და ავედი და მოკლედ აი ბევრი ხალხია რა რაღაც ადგილი ვნახო და მივწეკიო იქო რა მოკლედ და
ბიჭო, დილითო გამეღვიძაო, ბიჭო და გამეპარაოდო. შარდიო რა. ხო. გამეპარაო. ამდენი თუ დალია. ამდენი დალია ეწყობა რაღაცა და გაი ვერ გაიგო და გაუშვა. ხო და ბიჭო ფიქრობ ხა. რა ვქნაო რა. გავიხედეო იქითო თან ის გავიხედე იქითო და ბავშვი წევსო რა, 1-4-5 წლის ბავშვიო რა. ცალკე-საწოლშიო, ხო და მიფიქრეო ეხლა ამ ბავშვს გადმოვაწონო ჩემს საწოლშიო რა და მე იქით გადავწევიო იმ საწოლშიო. თო ბავშვი გაეპარა. ვითომ ბავშვიაც მინდოს ხელი გაიქ. ხო, ბავშვი გაეპარა ვითომ. გადმოაძე შეაწინა. ხო და ბავშვი გაეპარა ვითომ და მოგეს ბავშვს უნდა გადატეხო საბები. რომ ეხლა 4 წლის ბავშვი გაეპარა რა მოხდა ეხლა მაგრამ 60 წლის გაზ გაეპარა უკვე პრობლემაა. ნუ გადავიყვანეო ბავშვიო ნელა და გადავხადე საბანეო და შევაგორეო იმას. თვითონ დაწვა იგით. თვითონ დაწვა ბავშვის ლოგინში. ხო და მე მეგონა რომ ესე დამთავრდა ეს ამბავი რა. ანუ რაღაცა ესე გააკეთა ეს ამბავი რა მაგრამ მაგრამ და პაუზა აქვს და სახი აქვს წასული. რა მოხდა მეთქი მე მეუთხარ და დილას აღმოაჩინეო რომ ბავშვთო ჩასრული იყო. უარესი შაც კიდე რაღაცას იმას იცავ გაამართლებ რომ რაღაცას დასვამი ვიყავი ხელაკაც გამეპარა რაღაცა მომიდა მაგრამ დილას სულობა გამაღვიძაო და აღმოაჩინეო რომ ბავშვი ჩასრული კონიაო თან ახლა 90 წლებია ეს საფენები და რაღაცები ყო არ იყო და ი ბავშვმა ზათია და გაუშვა ახლა მოკლედ ჩასრული ლოგინში შეუგორდა ბავშვს. კაია. ჩვენ გვაქვს ესეთი მიმართული მაგარი ისტორია. ჩვენ ერთი ესეთი მიმართული გავიხსენოთ კლასიკა. ანუ ერთ კლასიკა ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ახლა მე მინდა რომ მოსმენლი ამბავია, მაგრამ მინდა სასაცილოა რომ მინდა რომ აქაც ჩვენთან მოყვე ლელა წორწობიას გადაცემაში. ადრე ხო. მოყევი ერთი ძალიან კაი ისტორია ახმეტას. ხო. შეყვარებულ წყვილზე, ხო? ხო, ვადაშოვის ეს ადამიანი იყო ჩემთან მოსული და აბსოლუტურად ესეთი ისტორია, რა ქვია, ნამდვილი გადამეტების გარეშე. ამ გოგო მითხრა რომ მოგოთ ერთ ბიჭსო, აი მე ფინალს გეტყვი რატომ თქვა ეს ყველაფერი რა და ერთ ბიჭს უნდოდაო რომ ძალიანო რომ ისა რა ქვია, მოგოთ დამიწყო რაღაც არშიყი რაღაც აქეთ-იქით და ძალიან ვაწვალეო და მოგეთ მე მითხრაო რომ მოდიო შევხვდეთო რა და მოგ დამიყოლიო ამ შეხვედრაზეო რა ახმეტაში ხო და ღამე იყო საღამოხანი იყო და მოგეთ გამომიარაო რაღაცა მანქანით და ჩავსხედითო და მოგ რაღაც ხომ წავიდნენ ახლა რა და წავიდითო ქვემოთ დაუყევითო ავნისკენო და მივედითო და ალაზნის ველზე გაჩერდაო რა აი ეს ფარიანი ღამეაო ალაზნის ველი მუჩუხჩუხებს ყალა ძალიან რომანტიკული გარემო შექმნაო რა ხო და ეს არის ფუჟერი გადმოიღო ფეხიანჭიქები რო უკანე და მანქანაში ალაზნის ველზე ფუჟერით შემოვიდა და კახეთში შავღვინოს ეძახიან თუ წითელი ღვინო მაგრამ შავი ღვინო იმას აქნაო რა ბოთლითო გადმოიტანო მოკეთ იქ ჩაასხა რაღაც შავი ღვინო თვარი შუქია რაღაც აქეთ-იქით და იქ რაღაცა მიაჭირა ხელი კასეტას თუ კასეტიანი მაგისანი იყო ხოლმე ხო იცი და მანქანა ას ოპელ ვექტრა თუ რაღაცა არ ვიცი და პარივაითი ჩართო რა. ალაზნის წარმოიგეთ ახლა ალაზნის ველია პარივაითი წითელი ღვინო. აი გაჯუხჯუხი ალაზნის გამიგეთ აი მაგარი გარემო შევიდა ამ გოგობს ხო რომ დავიკერეო რა. ხო. მოეწონა სიტუაცია და აი ნენელა მოვწრუპეთ საუბრობთ რაღაც აქეთ-იქით სიყვარულზე ამაზე და ну აი ბოლოში ბოთლით ჩაიცალა აი ბოლო ვეღა არის უკვე რა უკვე დავისჩალოთო რა გამიგე აი ბოლო წვეთები ღარიო რა ამ შავი ღვინისო და ეს შუაში რაღაცა ხო არის ეს ისა რა ქვია აი რაღაც დასადები რო არის ხელის რა მანქანაში რაღაც გამეშორის ხო და ესე გადავწექიო ესეო რა ეს რაღაცა გადავწექიო და ტუჩები გაუწიეო წინო რა უთხარიო რა აი ეხლა რა სინატრებდიო რა და თვალები მაქვს დახუჭულიო რა ხო და იქიდან მესმის ხმაო რომ საქართველოს გაერთიანება. ზაალ მაგარი. ის უფრასთან იყო. ის პატრიოტული გაი. მაგრამ ყველაზე მაგარი ამბავი იყო ამ გოგოს ფინალი რა ბიჭო ნუ
მარტო გული უძგერს. მარტო გული გიძგერს. მარტო გული გიძგერს. ასე დამთავრდა ალასნის ველზე შეყვარებული წვილი. რა სინატრია საქართველოს გაერთიანება. ან ხელი ქონა ესე აწევრი. საქართველოს გაერთიანება სინატრია. მართლა მინატვით. სად გადავდივარ, ხო ხედავ, მაინც ერთ პრობლემაზე მივდივარ რა. ქვეყნის ერთიანობაზე და ამის ყველაფერი კარგზე. ყველაფერი კარგზე უნდა ვიფიქროთ, ესე იგი, მინდა წარმატებები გისურვო, გიორგი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ, მადლობა შენ. წარმატებები გისურვო, კიდევ გვეწვიეთ. შემდეგში რომ განწყობა უკეთესი იმ გვინდა. სიმღერას დამუშავებულს დაგახვედრებს რა, თავისი ტექსტით. გახსოვს ტექსტი? თამუნა იმღერებს, როგორ არ მახსოვს, კაცო. საქართველო გაფრინდება ჰარი-ჰარალით, სიხარული. მარად მარადით. მარად და მარად. მარად და მარად. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი განაცემის თვალყო გიორგი უშიკიშვილი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.